მოდით ნახოთ მეგობრებო, ექსპრეს საჯარო გაშლა თემით, რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის სასიყვარულო ასპექტით. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი. შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მაქვს აქცია 50%-იანი ფასდაკალება თითქმის ყველა ტარიფზე. შეგიძლიათ დაწვრილებით გაეცნოთ დამაგრებულ პოსტში ან მომწეროთ პირადში. ასეთი გრანდიოზული აქცია ხდება მხოლოდ წელიწადში ერთხელ. და მოდით ვნახოთ ახლა რა სასიყვარულო მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის პირველი ვარიანტისთვის და მეორე ვარიანტისთვის. ქვებსაც გამოვიყენებთ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ თქვენთვის სასროელი, რომელიც მეტად გიზიდავთ, გეძახით, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ კიდევაც. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით ველოდებით თქვენს უკავშირს ლაიქებისა და კომენტარების სახით. და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან, რა სასიყვარულო მესიჯი აქვს თქვენთვის სამყაროს ახლა. შენ იმსახურებ სიყვარულს. შენ იმსახურებ სიყვარულს და შენ სამყაროს უყვარხარ. თუ შენ გგონია, რომ შენ რაღაცა გჭირს, რომ შენ არ ვიცი რაღაც გარეგნული ნაკლები გაქვს, ან შინაგანი ნაკლები გაქვს, ან არ ვიცი, სხვებზე უარესი ხარ, ან ისეთი ხარ, ან ასეთი ხარ, უბრალოდ გაჩვენდით ჩემო კარგო, იმიტომ რომ სამყარო გეუბნება შენ იმსახურებ სიყვარულს და რომ შენს რეალობაში არ იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარხარ, რომ შენს რეალობაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ვერ გაფასებენ შენს სათანადოდ, ვერ აფასებენ შენს ენერგიას, შენს ვიზუალს სათანადოდ, იცოდე რომ მიუხედავად ამისა შენ მაინც იმსახურებ სიყვარულს და შენ ამ სიყვარულს მიიღებ მაშინ, როდესაც ამას ძალიან კარგად გაიაზრებ. ვერავინ ვერ დაგაფასებს შენ ისე, როგორც შენ შეგიძლია დააფასო საკუთარი თავი. პირველ რიგში შენ თავად უნდა შექმნა პირადი საზღვრები, პირველ რიგში შენ თავად უნდა უთხრა საკუთარ თავს კომპლიმენტები და შემდგომ უკვე უნდა ელოდო ამას სხვებისგან. იმიტომ რომ შენ თვითონ თუ არ გეყვარება საკუთარი თავი, შენ თვითონ თუ ლანძღავ საკუთარ თავს მუდმივად, მაშინ სხვამ რატომ უნდა შეგაქოს, სხვამ რატომ უნდა გითხრას ტკბილი სიტყვა, ხო? ამიტომაც ახლავე დამპირდით პირველი ვარიანტი, რომ საკუთარ თავს აღარასდროს აღარ ეტყვით ცუც არაფერს და ეტყვით მხოლოდ და მხოლოდ კომპლიმენტებს. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. თქვენთვის რა სასიყვარულო მესიჯია? გარკვეული ფინანსური თუ მატერიალური ასპექტები ცხოვრების ამ ეტაპზე არის ხელის შემშლელი ფაქტორი თქვენი პირადი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. ნახეთ აქ როგორი სიტუაცია ჩანს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბევრი თქვენგანის რეალობაში შეიძლება იყოს ისეთი სიტუაცია, სადაც თქვენ უბრალოდ ძალიან ბევრს მუშაობთ და აღარ ყოფნიდეთ ენერგიას სასიყვარულო ურთიერთობებზე, ან თქვენი პარტნიორი იყოს ასე. თუ თქვენი პარტნიორი არის ასე, ამ შემთხვევაში გეტყვით იმას, რომ გჭირდებათ მეტი გაგება მისთვის, მეტად უნდა გაუგოთ, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, კარიერული მიღწევებისთვის ბრძოლა მუშაობა საკმაოდ რთული არის, მაგრამ თუ თქვენ აქ საკუთარ თავს ხედავთ ამ სიტუაციაში, ამ შემთხვევაში თქვენთვის არის ასეთი მესიჯი, რომ დაიტანჯავ საკუთარ თავს ურთიერთობების გამო, გახსოვდეს, რომ პირველ რიგში ხარ შენ და შემდგომ არის სასიყვარულო ურთიერთობები და სხვა ადამიანები. და თამამად შეგიძლია მოითხოვო პარტნიორისგან ის, რომ მან გაგიგოს. ვისაც არ ყავთ პარტნიორები, პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში თქვენ ზედმეტად კონცენტრირებული ხართ მატერიალურ ასპექტებზე, როგორიც არის ფინანსები, კარიერა, შესაძლოა სქესობრივი კავშირებიც კი, თქვენ წარმოიდგინეთ, ანუ მაგალითად, იმდენად კონცენტრირებული ხართ ვნებით კავშირებზე, რომ სასიყვარულო ურთიერთობები თქვენთვის რაღაც მეორე პლანზე კი არა, რასაც ქვია მე-10, მე-20 პლანზე გადავიდა და ამ კუთხით უნდა მიაქციოთ ყურადღება. სულ ეს არის ძვირფასო მეგობრებო, უღრმესი მადლობა, ყველას წარმატებები და სიყვარული.